მწვანე სწორედ ის დეტალია, რომელიც უსიცოცხლო ბეტონის შენობებს განსხვავებულ ეფექტს წენს. მწვანე ეკონომიკის მიმართ ინტერესის ფონზე საგრძნობლად იზრდება მოთხოვნა როგორც ბიზნეს ცენტრების გამწვანებაზე, ისე ინდივიდუალური ეზოების მოწყობაზე. ამ ტენდენციის ფონზე კი ლანდშაფტის დიზაინერები სულ უფრო ხშირად ხდებიან ურბანული განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილები. ძალიან შეცვლილია ტენდენციები და მოთხოვნა არის საოცრად გაზრდილი. ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება, რომ დიზაინის გარეშე შეიძლება ბაღი ძალიან ქაოტურად განვითარდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხელმძღვანელოები შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში სრულიად განსხვავებული სცენარების შერჩევაა საჭირო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტური ადამიანების ხელში იყოს ბაღი, დაიგეგმოს სწორად და შემდეგ დამკვეთმა მიიღოს ის შედეგი, რაც მას რეალურად სურს. ბაზარზე მთავარ გამოწვევად ქვეყანაში არსებული სანერგეების დეფიციტის ახალდება. დიზაინერებს საჭირო მცენარეების, მათ შორის კავკასიური სოჭის იმპორტიც კი ყველაზე ხშირად იტალიიდან უწევთ. ეს მათი მომსახურების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის და ლანდშაფტის დაგეგმარების პროცესს საჭიროების ნაცვლად ფუფუნების საგნად აქცევს. ჩამოგვაქვს ის ჯიშები, რომლებიც ჯერ არ არის დანერგილი. დიზაინერებს უფრო ჭირდებათ ხომ გაზრდილი დიდი მცენარეები, რაც ჩვენთან უფრო ნაკლებად არის. თანამედროვე ტენდენციებისთვის ჩვენი სანერგეები ხშირად არ არიან. ძირითადად ჩვენი მცენარეები არის იმპორტირებული ამ ეტაპზე, მაგრამ ვაპირებთ ადგილობრივი წარმოების დაწყებასაც, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ფასების ზრდას ვერ გავექცევით, იმიტომ რომ ძირითადად იმპორტს ეხება ეს ყველაფერი. ადგილობრივ ბაზარზე, როცა ადგილობრივი წარმოება გაქვს, უკეთესია, რა თქმა უნდა. სექტორის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით თბილისში სანერგე მეურნეობის გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს 100-ზე მეტი სახეობის მცენარის გაცნობის საშუალება მიეცათ. გარდა ამისა, გაიმართა ვორქშოპები, სადაც ფლორისტებს, ლანდშაფტის არქიტექტორებს, აგროინჟინრებსა და დიზაინერებს პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ჩვენი ფესტივალის ფარგლებში 4 სანერგე არის ჩართული, მათი მცენარეები არის ტერიტორიაზე მოტანილი და გამოფენილი, ინსტალაციების სახით, უბრალოდ ცალკეული ეგზემპლარების სახით. თავიანთ ნამუშევრებს უზიარებენ დამთვალიერებელს. ამ დამთვალიერებელში თავისუფლად შეიძლება რომ ისინი შეხვდნენ თავიანთ პოტენციურ დამკვეთებს და ასოციაციის ძირითადი მისიაც, ერთ-ერთი მისია შეიძლება იყოს ის, რომ ეს გლობალური ტენდენციები, ის გამოცდილება, რომელ გამოცდილებამდეც ევროპული ქვეყნები მივიდნენ, ერთგვარად გავიზიაროთ ჩვენს და ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ. დარგის სპეციალისტების თქმით, სექტორში კადრების დეფიციტი არ შეინიშნება. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი დატვირთვა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია. ყველაზე გაყიდვად პროდუქტად კი მარადმწვანე მცენარეები სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დიზაინერულ მომსახურებაზე მოთხოვნა ბოლო 1 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, ევროპულ სტანდარტებთან და გამწვანების თანამედროვე კულტურასთან დაახლოება ბაზარზე კვლავ მნიშვნელოვან ამოცანად რჩება.